ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელის ვინაობა მიმდინარე თვის ბოლომდე გახდება ცნობილი. კანდიდატურას ბათუმის საკრებულოში შექმნილი სპეციალური კომისია შეარჩევს. როგორც დღეს გახდა ცნობილი, კომისიის შემადგენლობაში ვერ შევიდნენ პროფკავშირის წარმომადგენლები. საკრებულოს ეს გადაწყვეტილება მათ დღეს ბრიფინგზე გააპროტესტეს. როგორია საკრებულოს პოზიცია ბრალდებებთან დაკავშირებით, ნინი ხარშილაძე მოგითხრობთ. აჭარის პროფკავშირებში ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორის შესარჩევი კომისიის დაკომპლექტებას აპროტესტებენ, რომელშიც თავად ვერ მოხვდნენ პროფკავშირების წევრები საკრებულოს გადაწყვეტილებას დარღვევად აფასებენ და ამბობენ, რომ დირექტორის არჩევის პროცესში აუცილებლად უნდა იყოს მძღოლების ინტერესების დამცველი პიროვნება, რომელიც საკითხს კარგად იცნობს. სამასწინო მძღოლი არის ჩვენი პროფკავშირის წევრი და ჩვენ ვართ მხარე, ჩვენ ვართ გაერთიანება წარმომადგენელი მძღოლების ინტერესების დამცველი და აქედან გამომდინარე ჩვენ მივიჩნევთ, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩვენ პროფკავშირი კომისიის შემადგენლობაში და გაითვალისწინებდნენ ჩვენ მოსაზრებებს, ჩვენ რჩევებს ამა თუ იმ კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით. უკმაყოფილებას გამოთქვამენ ბათუმის ავტოტრანსპორტის მძღოლებიც ისინი აცხადებენ, რომ გიალორია ორგანიზაციაში დარჩენას დირექტორის მოადგილის სტატუსით გეგმავს და მის პოზიციას საკრებულო ამაგრებს. დირექტორის მოადგილე დააქვეითა თანამდებობით და საჯაროდ აცხადებს, რომ ეს ამას აკეთებს მთავრობის დავალებით, ჩავლეიშვილის და ერმაკოვის დავალებით, რომ თვითონ უნდა დარჩეს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, როცა დაინიშნება ახალი დირექტორი. ეს გამორიცხულია. გიალორია თავისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს არ პასუხობს. საკრებულოში კი აცხადებენ, რომ ლორიას თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს ახალი დირექტორი გადაწყვეტს. რაც შეეხება კომისიის დაკომპლექტებას, საკრებულოს იურისტი განმარტავს, რომ კომისიის შემადგენლობაში რამდენიმე არასამთავრობო შედის და მძღოლების ინტერესები გათვალისწინებული იქნება. საკრებულომ უნდა დანიშნოს ახალი დირექტორი. რა თქმა უნდა, ეს არის მათი აზრის გათვალისწინება. ამაზე მეტი რა უნდა იყოს. და ახლა ცალსახად რომ ჩვენ ასე გვინდა და მაინც ასე უნდა იყოს, ასე არ იქნება, რა თქმა უნდა. იქნება დაბალანსებული ყველა ინტერესები, რორია იქნება მოადგილე სპეციალისტური საერთოდ არ იქნება. ეს არის სამართლებრივად ახალი დირექტორის გადასაწყვეტი, ახალი დირექტორი ნიშნავს ყველა სხვა დანარჩენს ამ საწარმოში. შეპესე ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორს საკრებულო უახლოეს ხდომაზე წარადგენს.